ჩვენ თუ გვწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთია, აქედან გამომდინარე წმინდა წერილიც გვწამს. ხო და რამდენ რამეს ვკითხულობ წმინდა წერილში ისეც, რომელიც ჩვენგან ძალიან შორს არის. მაგალითად, ჩემი სახელით ითხოვეთ და მე ყველაფერს აგისრულებ, მე ვყო, ჩემი სახელით ითხოვეთ. თუ რწმენა გექნება მდოგვის მარცვლის ოდენა მაინც თას რო უთხრა გადაადგილდიო, გადაადგილება. შეუძლებელი არაფერიაო მორწმუნესათვის. რასაც მე ვაკეთებთ, იმაზე მეც გააკეთებთ. არ ვკითხულობთ წმინდა წერილში? ვკითხულობთ. ჩვენ გვაქვს ესეთი ლოცვა, კადნიერებაც კი არა გვაქვს ესეთ ღვთის წინაშე. ესეთ რამე ვითხოვთ. რატო არ ვითხოვთ? იმიტომ რომ ეს კადნიერება არა გვაქვს, ანუ შვილებრივი დამოკიდებულება არა გვაქვს. ანუ არ გვჯერა ბოლომდე. და თუ ვითხოვთ და არ სრულდება, როგორც იაკობ მოციქული გვეუბნება იგივე წმინდა წერილში, და არასწორად ითხოვთ. და ასე შემდეგ. ანუ პრობლემის წინაშე ვართ. აქ ჩვენ რისთვის ვართ საერთოდ? აქ ჩვენ იმიტომ ვართ, რომ ეს ხო ვიცით უკვე, აქ რატო ვართ? აქ არა ვართ რაიმე მიწიერი შევიძინოთ, თუ აქ იმიტომ ვართ, რომ მიწიერი წარმატება გქონდეს, ჯანმრთელობის ჩათვლით, მინდა გითხრათ. ჯანმრთელობას მიწიერი წარმატებაა. თუ ჩვენ გვინდა რომ აქ იმიტომ მოვდივართ, რომ მიწიერი წარმატება გქონდეს, იმიტომ მოვდივართ აქ. ყველა დროს კარგავთ, იმიტომ რომ მიწიერი წარმატებისათვის სხვა რამეა საჭირო. განაღმერთი არ გვეხმარება. წარმატებებიც მისგან არის და ჯანმრთელობაც, მაგრამ ეს პირდაპირ ესე მექანიკურ კავშირში არ არის, წამალს დალევ და კარგად გახდები. აქ ესე არ არის, ეზიარები და კარგად გახდები. აქ ცოცხალ ღმერთთან გაქვს საქმე და მან შეიძლება ჩათვალოს, რომ შენ ახლა არ უნდა გახდე კარგად. როგორც პავლე მოციქულს ჩაუთვალა. პავლე მოციქულის თავსაბურავით, ქუდით ინკურნებოდა ხალხი და თვითონ საკუთარ თავს ვერ შველიდა და განკურნე უფალო ეუნება. და უფალი გამოცხადებაში პასუხს აძლევს, არ განკურნაო. და მერე პავლე ცდილობს, რომ ქრისტე გაამართლოს, ეს საოცრებაა. იმიტომ არ კურნავს, რომ იმდენი მომეცა, რომ მე სიამაყეში არ ჩავარდე. აი ეს უფალმა ჩათვალო, რომ არ უნდა განკურნებულიყო. ესეთი მაგალითები წმინდათა ცხოვრებაში უამრავია, უამრავი. ამიტომ აქ პირდაპირ კავშირი მიწიერ წარმატებასთან და კეთილდღეობასთან და მათ შორის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირი არ არის. ამიტომ თუ ადამიანი მხოლოდ მიწიერი წარმატებებისათვის მოდის აქ, მაგ რატომ მოდის, დროს კარგავს, ექიმთან წავიდეს, ფსიქოლოგთან წავიდეს, რა ვიცი, მეგობრები შეიძინოს, გავლენიანი ბიზნესი აკეთოს, რა ვიცი, ნებისმიერი რამ შეიძლება, ისწავლოს, განათლება მიიღოს, აქ რატომ მოდის? და აქ მოდის იმიტომ, რომ მას ღმერთი უნდა და მიუხედავად ადამიანის ცოდილობისა, აი ჩათვალე, რომ ავაზაკები ვართ. ჩვენ ისეთი ავაზაკები ვართ, რომლებსაც რატომღაც ღმერთი გვინდა და ღმერთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. და აი ეს სურვილი, რომ ღმერთი გვინდა, აწყდება გაუვალ კედელს, მინდა, მაგრამ ამდენი წელი ეკლესიაში ვართ და ვინც ეზიარება ჩემს ხორცსა და სისხლს მასთან ვარ და მაშინ მარადიული სიცოცხლე იწყება და მინდა და სად არის? ან ისე რომ არ არის მე რომ მინდა. და ამას მიზეზი აქვს, ესე არ არის უბრალოდ, რომ ესე იგი მე მინდა და ყველაფერს სწორად ვაკეთებ და არა მაქვს, ესე მარტივად არ არის. მე მინდა, მაგრამ რაღაცას არ ვაკეთებ სწორად. ჩემთვის არ ცოცხლდება წმინდა წერილი. არ ცოცხლდება ზიარება. არ ცოცხლდება ეკლესია როგორც საიდუმლოება. ამასობაში წლები გადის და მე ვბერდები.